მოგესალმებით, ჩემი სულიერი სივრცის არხის წევრებო, დიდი სიყვარულით, როგორც ყოველთვის და დღეს ამ ვიდეოს მეშვეობით მინდა გაგაცნოთ ჩვენი არხის ინდივიდუალური დიაგნოსტიკების კონსულტაციების აღწერა და დროები, როდესაც ხდება ჩაწერა, რომელ მიმართულებაზე რა ინტერვალით ხდება ჩაწერა. ესე იგი, არხზე ინდივიდუალური გაშლები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით. კარმული გაშლა, რომელსაც ხშირად ვამბობთ ხოლმე წყვილზე, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს. რატომ შეგახვედრათ ცხოვრებამ ეს ადამიანი, რა არის თქვენი ურთიერთობის დანიშნულება და რა პროცესები მიმდინარეობს თქვენ შორის. მოიცავს ანუ გაშლა, რა გაკვეთილები უნდა გაიაროთ ამ ურთიერთობაში, რა გაკავშირებთ ერთმანეთთან პარტნიორის ფიქრები, გრძნობები, ცნობიერი, ქვეცნობიერი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რა აფერხებს ურთიერთობის განვითარებას, ურთიერთობის ძლიერი მხარე რა არის, ანუ რა აძლიერებს ამ ურთიერთობას პირობითად და რა არის ის სისუსტე, რასაც ვერ ლახავს წვილი და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები და თუ რა მიმართულებით არის უმჯობესი მოქმედება. ეს როგორც შაბლონი, მაგრამ ჩვენ ყველა ინდივიდუალურ გაშლას ინდივიდუალური სიტუაციების მიხედვით ვუკეთებთ ინდივიდუალურ კითხვას, რა თქმა უნდა, აი ამ თემის ირგვლივ. რა ჩამოვთვალე? ეხლა მეორე გაშლა, რომელიც არის არაკარმული. გაშლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად, არაკარმული გაშლა წყვილზე, ურთიერთობის მიმდინარე მდგომარეობა, კარმული ანალიზის გარეშე. უშუალოდ გაშლა მოიცავს, რას ფიქრობს ადამიანი თქვენზე, რას გრძნობს თქვენს მიმართ, მისი ცნობიერი და ქვეცნობიერი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რა სურს სინამდვილეში ამ ურთიერთობაში, რატომ იქცევა ასე, არსებობს თუ არა შერიგების, ურთიერთობის გაგრძელების, ან ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობა ამ სიტუაციაში და უახლოესი მომავლის ტენდენციები, ტაროს რაც უფრო მოკლედ დროზე ვეკითხებით, მით უფრო ზუსტია პასუხი და ჩვენი არხის მთავარი აქცენტი არის ყველაფერში სიზუსტე და არა მკითხაობა, ხო? ამიტომ ჩვენ ტაროს ვიყენებთ იმისთვის, რომ ინფორმაცია მივიღოთ ზუსტად და არა იმისთვის, რომ ან ისე იქნება, ან ასე. ამიტომ აი ასეთ ფორმატში ვაკეთებთ ამასაც. შემდეგი გაშლა, რომელიც არის ბედის მატრიცასთან ერთად, აი ეს არის ყველაზე მაგარი გაშლა, როდესაც ადამიანი პირველად მოდის შენი სულიერი სივრცის არხზე, დიაგნოსტიკაზე, ძალიან მაგარია. კარმული გაშლა, ანუ წყვილზე პლუს ბედის მატრიცის ანალიზი. ეს არის, როგორც აღნიშნე, ყველაზე სრულყოფილი დიაგნოსტიკური კონსულტაცია, რომელიც აერთიანებს კარმულ გაშლას და ბედის მატრიცის ანალიზს. თქვენი ურთიერთობის ღრმა მიზეზები, თითოულის ენერგეტიკული პოტენციალი და ის თუ რა მიმართულებით შეგიძლიათ იმუშაოთ ურთიერთობის დაბალანსებისთვის. მე ზემოთ კარმული გაშლა რო აგიხსენით, იქაც აი ჩათვალეთ ფაქტიურად ბედის მატრიცის გარჩევას ვაკეთებ, ოღონდ მხოლოდ თქვენს ურთიერთობის იმაზე სიტუაციაში და აი ეს, რაც ახლა წაგიკითხეთ, ეს გახლავთ არა მხოლოდ თქვენს ურთიერთობაში არსებული მინუსები, არამედ ბედის მატრიცის გარჩევა, თქვენი მინუსკარმების განხილვა, რომელიც შეიძლება ყველა სფეროში
გქონდეთ შეფერხების კუთხით მინუსად, ხო? აი ამის გარჩევა როგორც პირადში, ასევე ფინანსებში, კარიერაში, ამას უკვე გიგზავნით გარდა იმ ხმოვანი შეტყობინებებისა, რაც პირადი დიაგნოსტიკების დროს კეთდება, არამედ ცალკეულად უკვე ცალკეულ ბედის მატრიცის გარჩევას გიგზავნით და იმ პირველ კარმულ გაშლაში იქვე იქსოვება ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ურთიერთობის კვანძები. ხო, ეხლა ეს გაშლა რას მოიცავს ბედის მატრიცასთან ერთად? რატომ შეგახვედრათ ცხოვრებამ ერთმანეთს, არის თუ არა თქვენ შორის კარმული კავშირი, კარმულია მონათესავია თუ ტრანზიტულია თუ ასე შემდეგ, რა ურთიერთობა ამას ვნახულობთ, რა გაკავშირებთ ერთმანეთთან, რა გაკვეთილები უნდა გაიაროთ ამ ურთიერთობაში, თუმცა ამას როგორც აღნიშნე პირველ კარმულშიც გეუბნებით, პარტნიორის ფიქრი, გრძნობა, ცნობიერი, ქვეცნობიერი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რა ფერხებს ურთიერთობის განვითარებას, ურთიერთობის ძლიერი მხარეები და ასევე სისუსტეები და განვითარების პერსპექტივა, რეკომენდაციები თავისთავად, ბედის მატრიცის ანალიზი კი მოიცავს სულის ძლიერი და სუსტი ენერგიების ანალიზს, რომელი ენერგიაში იმყოფებით მინუსში და როგორ გადაიყვანოთ ისინი პლუსში. ამ ყველაფერს უკვე ცალკეულად გიგზავნით. სიყვარულისა და ურთიერთობის ხაზის ანალიზს ბედის მატრიცის მიხედვით, ჩამონათვალში ცალკეულად, როგორ ვლინდება მინუსში ეს თქვენი მინუს კარმა მიწიერ დონეზე როგორ ვლინდება პირად ცხოვრებაში მინუსში და როგორ გადაიყვანოთ პლუსში. ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ენერგიების დაბალანსებისა და განვითარებისათვის. ჩემო ძვირფასებო, კონსულტაცია მიმდინარეობს ინდივიდუალურად თქვენი სიტუაციის და კითხვების მიხედვით შედგენილი კითხვარით, რა თქმა უნდა, თქვენ სასურველ თემას აჟღერებთ, რა არის თქვენთვის აქცენტირებული პირადი დიაგნოსტიკა კონსულტაციის დროს და მე უკვე იმ შაბლონის ბრჭყალებში მეშვეობით ვაკეთებ კითხვას, მე ვადგენ კითხვას, იმიტომ რომ ტაროს სხვა ფორმით ესმევა კითხვა, რომ იყოს სწორად წარდგენილი და ტაროს თუ სწორად არ დავუსვით კითხვას, სწორ პასუხს ვერ მივიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის უფრო მარტივია, რომ ადამიანმა თვითონ გამომიგზავნოს კითხვები და გავაკეთო, მაგრამ ჩემთვის ეს საქმე არის სულის მისია და ამიტომ მოსული ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ზუსტი. აქედან გამომდინარე, მე ჩემს ენერგიას, რესურსს და იმაში რომ შევადგინო იმ შაბლონის მიხედვით, რასაც ადამიანი, რომელიც დასახმარებლად არის ჩემთან მოსული, მომაწვდის სიტუაციას შაბლონურად, უკვე იმის მიხედვით ვადგენ კითხვარს, რომელსაც წარუდგენ უკვე ტაროს დასტებს. კონსულტაცია ტარდება ხმოვანი შეტყობინებების ფორმატში, WhatsApp-ში, Messenger-ში და Telegram-ში. როდესაც გაშლა მიმდინარეობს, ხმოვანი შეტყობინებები ჯერ იგზავნება ჩემს სივრცეში, როდესაც სრულდება, უკვე თანმიმდევრობით და ერთდროულად ვაგზავნი უკვე ადრესატთან ამ იმას რა ქვია, ხმოვან შეტყობინებებს, რომელიც მოიცავს სრულ გაშლას, იწერება 10, 20, 25 ხმოვანი შეტყობინება გააჩნია სიტუაციას, არ მაქვს ლიმიტირებული კითხვები, არ მაქვს ლიმიტირებული დრო, რამდენ სიტუაციასაც რამდენი კითხვა, რამდენი დროც დაჭირდება, თავარი აქ არის ის, რომ უნდა შევიდეთ, მithumet როცა ღრმა გაშლაზეა საუბარი, ღრმა გაშლებზეა საუბარი, სიღრმეებში და უნდა მოვიღოთ ფესვი ძირი და ყველა სიტუაცია მოგეხსენებათ არის ინდივიდუალური. ეს იყო ჩემო ძვირფასებო, რაც მინდოდა მეთქვა, ფასებს რაც შეეხება, ეს არის რა თქმა უნდა განსხვავებული გაშლების მიხედვით და უკვე ამ შემთხვევაში მხოლოდ ღირებულებებს გამოგიგზავნით, ვინც იქნება დაინტერესებული პირადი კონსულტაციები. და ესე ღრმად ინფორმაცია იმითო გადმოგეცით, რომ ყოველ ადამიანს, ვინც შემოვა ინბოქსებში, ხო, შეიძლება იმ წუთში დრო არ გქონდეს, რომ ეს ჩაშლით, ახსნით, განუმარტო, რომელი გაშლა რას მოიცავს და ეს ვიდეო იქნება აპინული ჩვენი არხის სივრცეებში და უკვე ადამიანი მოისმენს თუ რა მიმართულებით ხდება პირადი დიაგნოსტიკა კონსულტაციები. აქვე ასევე მინდა
მოგახსენოთ ჩემო კარგებო, რომ სექტემბრიდან იხსნება WhatsApp-ის ჯგუფში დახურული სივრცე, შენი სულიერი სივრცე უკვე დახურულ ფორმატში, სადაც გვექნება განსხვავებულად უფრო ასე ვთქვათ სარგებლის მომტანი თითოეული ადამიანისთვის, ვინც იქ იქნება მაქსიმალურად იმ ცოტა მასაზე მორგებული ინფორმაციები, რომლებიც გაჟღერდება იმ სივრცეში. ანუ ჯგუფი იქნება ფასიანი, აქ გავაჟღერება ფასი გახლავთ ისეთი, რომელსაც ყველამ შეწდება და ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი, რომ მინდა რომ მაქსიმალურად ადამიანების უმეტესობას, ვისაც აქვს სურვილი მით უმეტეს თვითგანვითარების კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლის, მათთვის იყოს ხელმისაწვდომი ენერგომიმოცვლა. აუცილებელია ეს როგორც თქვენთვის, ისევე ჩემთვის. ჯგუფი გახლავთ ფასიანი, აქედან გამომდინარე, ფასი გახლავთ 55 ლარი. დიახ, 1 სექტემბრიდან იხსნება ჯგუფი. აპლიკაციაში ვიწყებთ კოპირებას, როგორც ასეთი შენი სულიერი სივრცის დამატებითი სერვისებით, რომელიც იქნება იქ მყოფებზე მორგებული. ყველა სიახლე იქნება დახურულ ჯგუფში და მხოლოდ იმ ჯგუფში გაჟღერდება ის სიახლეები, რაც იქნება იმ ჯგუფის წევრებისთვის ხილული, როგორც ასეთი. ეს იქნება ადგილი, სადაც ინახება და გაზიარდება ეზოთერიული ცოდნა, საკრალური ინფორმაცია და სულიერი პრაქტიკები. იმ სივრცეში მიღებული ყოველი გზავნილი გამოცდილება და ცოდნა წარმოდგენილი იქნება ჯგუფის წევრებისთვის განკუთვნილი ენერგეტიკული ფონით. ხო, ეხლა ჯგუფის წესები, პატარა წესები აქვს. ჯგუფში აუცილებელი იქნება ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. ეს ჩვენს ჯგუფში ისედაც არის WhatsApp-ის ყველაზე დიდ ოჯახში ჩვენში, მაგრამ იქ განსაკუთრებულად კიდევ უფრო დაცული იქნება. ჯგუფში გაჟღერებული ინფორმაცია უნდა დარჩეს და დარჩება მხოლოდ იმ სივრცის წევრებს შორის და არ გავრცელდება მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის საერთო ენერგიის ჰარმონიის შესანარჩუნებლად ყოველთვის პირველ რიცხვში იქნება აუცილებელი პირობა, რომ მოხდეს ენერგობალანსი, რაც აღვნიშნეთ თქვენი მხრიდან დაბალანსება და რა თქმა უნდა უფრო დეტალურ ინფორმაციას თუ რა პროგრამებით იქნება ჯგუფი დაკომპლექტებული, ამას უკვე როდესაც გადავალთ ჯგუფში, იქ გაგაცნობთ ჯგუფის წევრებს. მე გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ დღის იმ მონაკვეთს, რა მონაკვეთშიც ამ ვიდეოს მოусმინეთ, ძვირფასო ქალბატონებო. პირველ რიგში, რადგან ჩვენი სივრცე არის ულამაზესი, უჭკვიანესი, საოცარი სქესის წარმომადგენლებისთვის შექმნილი პირველ რიგში ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება ამ სივრცეში დაჭირდეს ის რაღაც ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება ვიღაცასთან პატარა თუ ვიღაცასთან რადიკალურად შეცვალოს. გიტოვებთ არხზე, როგორც ყოველთვის, დიდ სიყვარულს, პატივისცემას, მადლიერებას თითოეული თქვენი თბილი კომენტარისთვის. მე არ ვტოვებ არც ერთ ვიდეოს, სადაც გამახსენდება განსაკუთრებით, რომ მადლობა არ გადაუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც თბილ კომენტარებს წერთ და აზიარებთ თქვენს ამ დადებით და პოზიტიურ ენერგიას ჩემს მიმართ, არხის მიმართ და სამყაროს მიმართ. გიგზავნით მადლიერებას, გისურვებთ სიხარულს, ულევ ბედნიერებას, სიყვარულს და როგორც ყოველთვის მზეს თქვენს სულში.